არის კიბერჰიგიენა ინტერნეტში არსებულ რასაფრთხეებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, როგორ უნდა უზრუნველყოთ საკუთარი მონაცემების დაცვა და რა ბიჯები უნდა გადავდგათ, რომ უფრო დაცული ვიყოთ. ამ საკითხებზე უკვე სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს, რომლებიც უკვე ჩვენ სტუდიაში არიან. მარიამ აბულაძე და შოთა აბჟანდაძე, кейსის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები მოვიდნენ დღეს სტუდიაში და მოგესალმებით. გამარჯობა, ძვირფასო სტუმრებო. მე პირველ რიგში სანამ დავიწყებდეთ საუბარს, ფიშინგი რა არის მითხარით? შეიძლება ორი სიტყვით. ფიშინგი ეს არის, როდესაც თქვენ მეილზე მოგდით ისეთი შეტყობინება, ისეთი სახის. ეს მარტო მეილზე თუ ზოგადად? ფიშინგი, სმიშინგი არის, როდესაც SMS-ის სახით მოგდით შეტყობინება, მაგრამ ფიშინგის ერთ-ერთი სახეობა არის. ფიშინგის შემთხვევაში შემოსული მეილი ძალიან გავს ლეგიტიმურს. და პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ მის სამართს, საიდან მოგვივიდა აღნიშნული მეილი. თუ დავუშვათ არ ველოდებოდით საერთოდ მსგავს მეილს, არც უნდა გავხსნათ აღნიშნული მეილი. და თუ ველოდებოდით მაგალითად Microsoft-დან, ხო? და მის სამართში არის ნახსენები რაღაც ნაწილი, ანუ micro raft, რაღაც. ანუ არარეალური მისამართი. ასეთ მეილი გავიგე ეს ყველა, აი ეს მაინტერესებდა. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს კიბერჰიგიენას, რა საინტერესო სიტყვაა კიბერჰიგიენა. საერთოდ რას გულისხმობს ეს კიბერჰიგიენა, რომ გვითხრათ პირველ რიგში და კიბერჰიგიენასა და საქართველოს შორის დამოკიდებულებაზე რომ ვისაუბროთ კიდე, როგორ არის დანერგილი საქართველოში ეს ყველაფერი და როგორ მუშაობს. კიბერჰიგიენა ძალიან კარგი შედარება არის პირად ჰიგიენასთან, არის გარკვეული წესები, რაც უნდა დავიცვათ და მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ინფორმაცია არ გავაზიაროთ. რაც შეეხება საქართველოში, ვიტყოდი, რომ საჯარო და ფინანსურ სექტორში კარგად ვართ, იზრდება ცნობიერება, თუმცა მოსახლეობაში და ესე ყოველდღიურად სამწუხაროდ, როცა ინციდენტი დგება და რაღაცა გაგვიტეხეს ანგარიში, მაშინ ვახდენთ რეაგირებას და მაშინ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ეს ძირითადად სოციალურ ქსელებზე ელაპარაკი თუ ფინანსურ ანგარიშებზეც არის თუ რასახის დანაშაულთან გვაქვს ყველაზე ხშირად ფინანსურ დანაშაულებთან გვაქვს ყველაზე ხშირად, რომ მაგალითად ფიშინგებით ტეხავენ საბანკო ანგარიშებს, ასევე არის ხშირად, რომ რაღაცა ნივთს ვყიდით და მოგდის ვიღაცა უცხოელი გვიკავშირდება და გვიგზავნის ბმულს და გვთხოვს პირადი მონაცემების შეყვანას და საბანკო ბარათის შეყვანას, თითქოს და ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ გავყიდოთ ეს ჩვენი ნივთი და ამიტომ არ ვფიქრობთ ხოლმე და შეგვყავს ეს მონაცემები. ესეთი შემთხვევებიც ძალიან ბევრია. სხვათა შორის Instagram-ზე არაერთხელ მომსვლია შეტყობინება, რომ აი ჩვენ ხსაუბრობდით მილიონების მოგებაზე, მაგრამ Instagram-ზე მომსვლია, რომ რაღაც კონკრეტული კომპანია თითქოს მთავაზობს, მაგალითად ან საათს, ან რაიმე ესეც და იმისთვის, რომ მოკლედ ეს მივიღო, უნდა შევიყვანო მისამართი, ბევრი რაღაც პატარ-პატარა ინფორმაცია და სადღაც არის უმნიშვნელოდ ისე რომ ვერ შეამჩნიოს ადამიანმა საბანკო რეკვიზიტები. ანუ ესეც რაღაცა ფორმა არის თითქოს რომ სხვა ინფორმაცია წამოიღონ წინა პლანზე და ის მთავარი რითაც ხდება შემდეგ გატეხვა ანგარიშების ის იყოს ფარულად და შემაგულად რა. დიახ, როგორც ჩვენ დაცვის მხარე ვცდილობთ და ვითარდებით ყოველდღიურად, ესევე შემტევით იხვეწება განსაკუთრებით ამ ხელოვნური ინტელექტის სფეროში უფრო და უფრო ყოველდღიურად იზრდება, ესე ვთქვათ, შეტევების ფორმები იცვლება, ვითარდება ყოველდღიურად. აი, მე მაინტერესებს რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ადამიანები. საინტერესო. ხო, აი, დღეს ჩვენ ახლა ვისაუბრეთ რამდენიმე წესზე, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. აქედან რომელს არიცავენ მოქალაქეები ყველაზე ხშირად. კი ბატონო, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოსახლეობამდე მივაწვდინო ხმა, აი ყველაზე ხშირი შეტევები რაც ხორციელდება დღესდღეობით ჩვენს მოქალაქეებზე. ეს არის იგივე სმიშინგი, რაც ვახსენე, SMS-ით, როდესაც მოვა, დიახ, შეტყობინება. ეს SMS-ი პირველად, როდესაც ნახავთ მსგავს SMS-ი, ფიქრებთ, რომ ამანათი მოგივიდათ, რაღაც გზავნილი არის. კი, ბევრჯერ აი ჩვენს მოქალაქეებს ერთხელ მაინც მისვლიათ მსგავსი სახის SMS. და შეიძლება მოვიდეს ასევე, რომ მოიგეთ გარკვეული სახის გარკვეული თანხა და არის მითითებული ბმული. აი ზუსტად ამ ბმულზე არ უნდა გადახვიდეთ.
თუ არ ელოდებოდით კვლავ მსგავს SMS, ანუ თუ არ იღებდით მონაწილეობას რამე გათამაშებაში, თუ დაუშვათ ამანაც არ ელოდებოდით, მაგრამ მოგივიდათ მსგავსი SMS-ი, არ უნდა გადავიდეთ მსგავს ბმულებზე, ჯობს დაუკავშირდეთ იმ კომპანიას, რომელი კომპანიის სახელით ბოროტმოქმედი გწერთ და გაარკვიოთ ზუსტად ნამდვილად ამ კომპანიამ მოგაწოდათ ეს SMS-ი გამოგიგზავნათ თუ ბოროტმოქმედის მიერ არის გამოგზავნილი. ხშირ შემთხვევაში კომპანიები მალევე გებულობენ ამის შესახებ, როცა მაგათი სახელით იგზავნება SMS-ები და ამიტომ ზუსტ ინფორმაციას უკვე მოგაწვით. ყველა მიმართულებას თავის რაღაც, ყველა სფეროს თავისი რისკები აქვს, ხო? ამ თევზაობის, ასე ვთქვათ, ქართულად რო გადმოთავრებდნენ და ანკეზე წამოგების სხვადასხვა მეთოდები არსებობს, ანუ რა მიმართულებები არის კიდე უფრო დეტალურად და რა უნდა გაითვალისწინონ ამ კომპანიებმა. ყველასთვის განსხვავებულად მუშაობს. ხო და ალბათ ბავშვების თემაც ძალიან საინტერესო არის. ბოზარდები როგორ უნდა დავიცვათ ამისგან. რაც შეეხება ესე სხვადასხვა პროფესიების მიმართულებით ვიტყოდი, რომ პრინციპი ყველგან ერთი და იგივე არის, რომ არ უნდა გადავიდეთ ჩვენთვის უცნობ ბმულებზე, უნდა გქონდეს უნიკალური პაროლები ყველგან, ყველა ანგარიშზე სხვადასხვა პაროლი უნდა გქონდეს. მე ერთი და იგივე მაქვს. ლევანი ცოტა პაროლსაც იცის. ასე უნდა იყოს, რაც შეიძლება რთული პაროლი. დიახ, და რაც შეეხება ბავშვების თემას, ვიტყოდი, რომ ყველაზე მოწყოდი ადამიანები არიან და მშობლებს გმართებს ძალიან დიდი ყურადღება, მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვა და კონტროლი, ანუ არ უნდა შეგვეშალოს ერთმანეთში. მშობლებმა უნდა კონტროლი. დიახ, ყველას აქვს თავისი დაცვის მექანიზმი, ზოგ ასაკში რაღაცეები უნდა გავზარდოთ, რაღაცეები უნდა შევამციროთ და პირველ რიგში, როგორც მე თვითონაც მშობელი ვარ, თავარი არის ვფიქრობ, რომ ჩვენ შულთან გქონდეს იმდენი სანდოობა, რომ რაღაცა რომ მოხდება, მოვიდეს და გვესაუბროს ამ საკითხზე. ეგ იდეალური ვარიანტია. კი, იმიტომ რომ სოციალური ქსელი არის ის სივრცე, სადაც აი სრული თავისუფლება აქვს ბავშვებს და ძალიან ხშირად არიან სამიზნეები და არსებობს რაღაცა მეთოდები. შეიძლება ბავშვმა არ გითხრას ყველაფერი, ხო? მასაც აქვს თავისი პირადი სივრცე. რა მეთოდი არის ოქროს წესი მშობლებისთვის ძალიან მოკლედ რომ გითხრათ. დიახ, მე მაინც ისევ იმას ვამბობ, რომ კი, ანუ ჩვენ კი შეიძლება რაღაცა დაცვის მექანიზმები დაუყენოთ, მაგრამ ყოველთვის ჩვენი შვილები ჩვენზე ჭკვიანები არიან ხოლმე და გვერდსულიან ამას. ამიტომაც ისევ საჭირო არის, რომ სანდოობა გქონდეს და მაქსიმალურად გვესაუბროს ამ ყველაფერზე. მაგალითი უნდა მივცეთ, როგორც ცხოვრებაში, მაგალითად, უცნობს არ გავესაუბრებით ქუჩაში, ისევე არის მნიშვნელოვანი უთხრათ, რომ თუ ვინმე უცნობი მიწერს, არ უპასუხოს და შეგვატყობინოს ჩვენ ამის შესახებ. გასაგები არის. პრინციპში უნდა ავუხსნათ ბავშვებს, რომ სოციალური სამყაროც არის ზუსტად ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ისეთი საშიში და ხანდახან კიდე უფრო მეტად საშიში, ვიდრე შეიძლება მათი რეალური სოციუმი იყოს, რომელსაც მეტნაკლებად ჩვენ უფრო მეტად ვიცნობთ, ვიდრე სოციალურ ქსელში ბავშვის სამყარო შეიძლება ვიცნობდეთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის და ასეთ საინტერესო თემაზე საუბრისათვის. დიდი მადლობა, მოგრძამე ჩავფიქრდი ცოტა რა როგორ თევზაობაზე დაიწყებ ფიქრი და ანკესა. გიждები, აი ვერ დავაკავშირებ მოკლედ. მადლობა დიდი მოგზანებისთვის. მაყურებელს კი ვეტყვი რომ ნამდვილად გაითვალისწინოს ეს შევრები, რაც ძვირფასმა ავთომ მოგცა, შემდეგ უკვე ჩვენმა სტუმრებმა აგვიხსნეს კარგად და დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი შვილები.